დაესწრება. შეერთებული შტატების ელჩის რეკომენდაცია საკაბელო მაუწყებლებს ქსელში ყველა ქართული არხის ჩართვის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ. ჯონბასი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება მედიის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. ელჩის შეფასებით კონკრეტული გარემოს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სწორედ ეგრეთ წოდებული მასქერის პრინციპია უნდა გამოირიცხოს შერჩევითობა და საკაბელოებმა განურჩევლად თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციისა ყველა არხი უნდა გაავრცელონ. სამოქალაქო საზოგადოების შემდეგ ახლა უკვე ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც საუბრობს. გაზეთ რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატი არჩევნების კონკურენტუნარიანობის მთავარ პირობად მედიის ხელმისაწვდომობას ასახელებს. უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტიან გარემოს, სიღრმეს და ინფორმაციის მასშტაბს, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის მიიღონ განაწყვეტილება მომავალ არჩევნებში, არის ის, რასაც ჩვენ must carry-ს უწოდებთ. რომლის მიხედვითაც მაუწყებელთა ქსელებს მოეთხოვებათ არა მხოლოდ ისეთი არხების ჩართვა ქსელში, რომლებიც მათთვის სარგებლის მომტანები არიან და მათ ინდივიდუალურ პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებენ. მედიის ხელმისაწვდომობაზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ეს შენგეხება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საკაბელო მაუწყებლებს ყველა სატელევიზიო არხის ჩართვას ავალდებულებს პარლამენტში არ მიიღეს. ჩვენთვის პრინციპული საკითხები, რაც იყო მედიასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ესახებოდა სავალდებულო ტრანზიტს. ტელეარხების ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული. ეს უკვე ტელევიზიის კომერციული საკითხებია, მოდით თქვენმა ხელმძღვანელობამ იმუშაოს ამ თემებზე, მე ვაფიქრებთ ამ საკითხებზე. თავარია, რომ საქართველოში დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ არსებობს პრობლემა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ პარლამენტში კანონის მიღებამდე ეგრეთ წოდებული must carry-ს პრინციპის გამოყენებას საკაბელო მაუწყებლებს ვერ დაავალდებულებენ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელმძღვანელობს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით, შესაბამისად თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიტანს კანონში ცვლილებებს, ჩვენ ამას სიცოცხლეში გავატარებთ. საკაბელო მაუწყებლები ამ დრომდე საეთერო ბადეს არ უთმობენ ტელეკომპანია მაესტროს, ტელეკომპანია მეცხრე არხის ნახვა კი მხოლოდ გლობალ ტივის აბონენტებს შეუძლიათ.